გამარჯობა. ეთერშია გადაცემა ერთობიდან ერთწლოვანებამდე. ტრადიციული რუბრიკით უმაღლესი განათლება 21 საუკუნეში. მე გახლავართ დავით გალეგაშვილი, ხელმძღვანელი საზოგადოებრივი ორგანიზაციისა ერთწლოვანება საზოგადოების უფლებებისათვის და ჩვენ როგორც წესი ბატონ ლევ გეუნჯენთან ერთად წარმოგიდგენთ ამ რუბრიკას. ბატონო ლევ, ჩვენი წინა გადაცემები უამრავად საინტერესოა, შეეხება ზოგადად განათლებას, განსაკუთრებით კი უმაღლეს განათლებას. ჩვენ ვისაუბრეთ აღზრდაზე, განათლებაზე, ასევე გვაინტერესებს რა არის მთავარი ბირთვი ამ სისტემაში და რა ინსტრუმენტები არსებობს იმისთვის, რომ ქართველების მომავალი თაობა იყოს მომზადებული 21 საუკუნეში. კიდევ ერთხელ გამარჯობა და გისმენთ ყურადღებით. ბატონო დავით, დიდი მადლობა ახურებელს და მე მგონი ჩვენ ახლა მივახლოვდით იმ ყველაზე მნიშვნელოვან თემას. და საერთოდ როდესაც ვლაპარაკობთ აღზრდაზე, განათლებაზე, მეცნიერებაზე, ეს არის ინტელექტუალური საქმიანობა, რომელსაც საფუძვლად უდევს გარკვეული მოდელი, გარკვეული წარმოდგენა და მოდით აი ისტორია გავიხსენოთ და დღეს რაზეც ვილაპარაკებთ, მე მინდა რომ აი ჩვენი მაყურებლისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის დღეს ერთი დავალებაც მივცეთ. არსებობს განსაკუთრებული მნიშვნელობის ქართული ფილმი „ხარება და გოგია“. ეს არის სასწაული. ანუ სამეცნიერო თვალსაზრისით, მხატვრული თვალსაზრისით, ისტორიული თვალსაზრისით ეს არის ერთ-ერთი შედევრი, რომელიც აი მე ვფიქრობ, რომ საერთოდ აი ჩვენი მომავალი და ჩვენი ორგანიზაციის მიზნების თვალსაზრისით თავში უნდა ჩავაყენოთ საერთოდ ჩვენი წარმოდგენების. ძალიან საინტერესოა ამ ფილმის ისტორია, ну, კარგი მეხსიერება მაქვს და მე მახსოვს, რომ ვნახე გიორგი შენგელაიას ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც იძახოდა და პასუხობდა ჟურნალისტს, რომ რატო შეარჩიეთ მაინც და მაინც თქვენ ესეთი დიდი სპორტსმენები ამ როლებისად. თედიაშვილი და ფხაკაძე. თედიაშვილი და ლევან თედიაშვილი და ომარ ფხაკაძე, ხო, რატომ? და თქვა რომ იცითო ისეთი ამოცანა იყო ჩემს წინაშე და მათ წინაშე რომ ასეთი ამოცანა მსახიობისთვის ძალიან მძიმეა შესრულების თვალსაზრისით. ადამიანმა საკუთარი სინდისი, საკუთარი გრძნობები, საკუთარი ბიოგრაფია უნდა ჩადოს ამაში. ანუ სახეზეც უნდა ეთყობოდეს რომ სხვანაირი ადამიანია. ამიტომაც შევარჩიე აი ესეთი დიდი სპორტსმენები. და აი ერთ-ერთი დავალება ჩვენი მაყურებლისთვის ნახეთ ეს ფილმი. ეთოლოგიის თვალსაზრისით იმ თეორიის თვალსაზრისით, რომელიც ახლა დგას კაცობრიობის წინაშე ამოცანის გადაწყვეტის თვალსაზრისით არის შედევრი და მე მეჩვენება რომ შენგელაიას ყავდა კონსულტანტები. ამიტომ აქედან გამომდინარე ეს ამოცანა იყო დასმული, რომ შევარჩიოთ ესეთი ადამიანები. ფილმი გადაღებულია და ეკრანებზე გამოვიდა 87 წელს თუ არ ვცდები, ეს იყო ესეთი პერიოდი, როდესაც თავისუფლების სული უკვე ტრიალებდა საბჭოთა კავშირში, უკვე იმპერია იშლებოდა და ფილმის სიუჟეტი, ტრაგედია, ყველა როლის შემსრულებელი ადამიანი თავის ადგილას არის. ის არის ღალატიც, ის იმპერიასთან ბრძოლაც, ეს ყველაფერი იყო ამ ფილმში და პირველ როლებზე იყო ესეთი ბუნებრივი ღირსების და ესეთი ბუნებრივი მოდელების ევოლუციურად შემუშავებული და დატვირთული ძალიან სერიოზულად ეროვნული თვითშეგრძნებით. აი ეს ადამიანები
იყვნენ აი თითქოს იმ დროიდან წამოვიდნენ ეს იყო მათი სული თითქოს იმ დროიდან წამოვიდნენ აი ამ ფილმის გადაღების პერიოდში და განახორციელეს ის რაც მათ სულში იყო როცა დავინახე ეს ყველაფერი მე ახლა რეტროსპექციას ვაკეთებ იმიტომ რომ ჩემს მეხსიერებაში ბევრი რაღაცა ლაგდება კარგად მახსოვს ეს ფაქტები და ესეც დალაგდა და აი გუშინ წინ კიდევ ერთხელ გადავხედე ამ ფილმს ჩემი საყვარელი ფილმია და ისევ ახლებურად დავაზუსტე ასე რომ ვთქვა დეტალები ანუ ეს ადამიანები ომარ ფხაკაძე ხო ძალიან სერიოზული ადამიანია სერიოზული პიროვნება მის ჩემპიონობაზე მის სპორტსმენობაზე კიდევ 1970 წელს ერთი ფილმია გადაღებული პატარა დოკუმენტური ფილმია დაახლოებით 10 წუთია და მეტოქეობაზე და მეგობრობაზეა საუბარი ორ დიდ სპორტსმენს შორის სპრინტერები ველოსპრინტერები ეს განსაკუთრებული საერთოდ ასე ვთქვათ უხეშად თქვა ჯიშია სპორტსმენების სადაც ძალიან პოპულარული სპორტის სახეობა გახდა ომარ ფხაკაძის შემდეგ საქართველოში ეს ახალი სპორტული მიმართულება დაიბადა და ბევრი ახალგაზრდა წავიდა მაშინ ველოსპორტში. დიახ, მაგრამ სად არის დღეს ახლა? ახლა აღარ არის. ამის კვალი. ის არენას აღარ არის, რომელიც ემსახურებოდა. აი, გამოდის რომ რაღაც სენი გვჭირს, რომ ჩვენ ვივიწყებთ აი ამ დიდ მიღწევებს. ეს იყო მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევა და იმ ფილმში აღწერილია, საუბარია ისეთნაირად, თითქოს იგორ ცელოვალნიკოვი დიდი სპორტსმენი, რომელიც უტოლდება ფხაკაძეს, მაგრამ ფხაკაძეს ყოველთვის იმარჯვებდა თავისი ჭკუით, თავისი ტაქტიკით, თავისი მიდგომებით, ერთხელ დამარცხდა, როდესაც რაღაც ტექნიკური წუნი იყო. სპორტული ფილოსოფია და ფსიქოლოგია და იდეოლოგია ეს ერთიანი წარმოდგენა არის და ისეთ თბილად არის წარმოდგენილი, ანუ ცელოვალნიკოვი ხვება ამ დიდ მეგობრობაზე. ნახეთ, აი ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიდი სპორტსმენები დიდი ადამიანები არიან მთლიანობაში, თავიანთი ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, მსოფლიოს აღქმის თვალსაზრისით, ანუ მათი მსოფლიოს სურათი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ თუ გავიხსენებთ ჩვენ ახლა იმ პერიოდს, მე 68 წელს დავიწყე სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მაშინ ეს იყო სპორტული უნივერსიტეტი, სერიოზული სპორტული უნივერსიტეტი, ყოველ წელს შემოდგომით ალპინიადა იმართებოდა ავტობუსებით ხაზბეგზე მიდიოდნენ იქ რაღაც მთლად წვერვალის დალაშქრა არ იყო, მაგრამ იყო სერიოზული ექსპედიცია და მახსოვს როგორი განწყობა იყო სექციები, უგუგუნებდა უნივერსიტეტი მეცბაში გატაცებული აღმოჩნდა სპორტით, უნივერსიტეტში სწავლების დროს, უნივერსიტეტის რაგბის გუნდში ვიყავი და რაღაც წარმატებებიც მქონდა და ეს სულისკვეთება. ანუ საუკეთესო ინტელექტუალური ელიტა საქართველოს იმდროინდელი და ოდნავ გვიანაც ჩანდა ეს ყველაფერი იყო სპორტული. აი ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენ გამოდის რომ სპორტი ზედმეტი დატვირთვა ფიზიკური და არა მარტო ფიზიკური ხელს უწყობს სწავლას. ანუ ეს არის გარკვეული გამოწვევა ადამიანი სპორტულ შეჯიბრებებში და აი ესეთ რაინდულ ქცევაში ემზადება დიდი მიღწევებისათვის საერთოდ ასე ვთქვათ მეცნიერების ინტელექტუალური საქმიანობის სარბიელზე. ეს არის ფაქტი. აი მაშინ იმ პერიოდში გაჩნდა და ყველამ ვიცოდით იური ვლასოვი სამხედრო ინჟინერი იყო, ვალერი პოპენჩენკო, ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ წლების შემდეგ, აი დაახლოებით 4 წლის წინ მე ჩემ ერთ-ერთ ბაკალავს საბაკალავრო შრომა გავაკეთებინე ამ თემაზე და შევეცდები მოვიყვანო ამ სტუდიაში და ველაპარაკოთ გეოგაზდელიას, რომელთანაც ერთად ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ და მისი აი ეს სადიპლომო საბაკალავრო ნაშრომი ამ თემას ეხება. ძალიან კარგად იმუშავა, მონაცემები დავაგროვე და აღმოვაჩინეთ, რომ სპორტსმენი სტუდენტები უკეთესად სწავლობენ, სტატისტიკამ დაგვანახა ეს ყველაფერი და ძალიან მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანია გოგოები უკეთესად სწავლობენ ვიდრე ბიჭები, ანუ მათთვის ეს არის გარკვეული სტიმული საზოგადოებაში საერთო თავისი ასე ვთქვათ სტატუსის დამკვიდრებისათვის. აი ეს ფაქტები. ეს ფაქტები, მაგრამ ამას საფუძვლად უდევს ძალიან სერიოზული ღრმა მნიშვნელობის მეცნიერული საფუძვლები. მოდით ახლა ამას შევეხოთ. საიდან მოდის ეს ყველაფერი? რატომ ვანიჭებთ ჩვენ ამ ხელა მნიშვნელობას საერთოდ აი ამ საქმიანობას და რატო უნდა იყოს აი სპორტი ყოველთვის ჩვენთან ერთად და სპორტული აღზრდა და სპორტული აზროვნება, გნებავთ ფილოსოფია, იდეოლოგია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი. აი ახლა დაუბრუნდეთ ისე ომარ ფხაკაძეს, ხო? მაშინ საქართველოს ახალგაზრდობა გადაცებული იყო, იმიტომ რომ სადღაც შორს კი არა, სადღაც ევროპაში ან ამერიკაში გაჩნდა აი ესეთი პიროვნება, არამედ აი აქ საქართველოში. ბავშვებისთვის, რომლებიც ხედავდნენ ომარ ფხაკაძეს, ეს იყო ცოცხალი ლეგენდა და მათ ბუნებრივად უჩნდებოდათ გარკვეული სურვილი, რომ თუ სპორტში მოვედი, თუ ველოტრეკზე ვიწყებ ვარჯიშს, მე შემიძლია ამ დიდი სპორტსმენისგან რაღაცა ვისწავლო. ანუ ის მოდელი, ის წარმოდგენა ახლოს იყო, შორს კი არ იყო და ყოველთვის აი ესე გამოდის, როდესაც აი ესეთი რაღაცა გაჩნდება რომელიმე სახელმწიფოში, აი ესეთი მარგალიტი, მაშინათვე იწყება რაღაც მოქმედება. ლევან თედიაშვილი მისი დიდი მიღწევების გარდა სპორტის კათედრის ხელმძღვანელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაშინ პრაქტიკულად ყველა დარგში უნივერსიტეტის წამყვანი იყო სამოყვარულო სპორტში და ეს იყო გარკვეული ასე ვთქვათ კიდევ კადრების მომზადება. ლეგენდა იყო ბატონი ლევანის ისე როგორც ბატონი ომარი. თაობები მათ მაგალითზე იზრდებოდნენ. აი მაშინ 70-იან წლებში განსაკუთრებით რა. ელენე გოკიელი პრიზიორი ოლიმპიური ისიც იყო. ანუ უნივერსიტეტი ამაზე ზრუნავდა. მაგრამ დღეისათვის აი ნახეთ ის უნიკალური ნაგებობა, ტრეკი, რომელიც იყო აშენებული, ну ასეთ ლეგენდა დადის, რომ შევარდნაძე აღტოვანებული იყო და რა გაგიკეთოთო ბატონო ომარ და აი მინდა რომ საქართველოში სპორტის ესახიობა განვითარდეს და ოლიმპიური მოთხოვნების ველოტრეკი იყო საქართველოში. აშენდა ნამდვილად ნამყოფი ვარ იმ სტუდენტობის დროს, როგორი იყო სპეციალური დაფარვა იყო, დღეს აღარ აქვს. ანუ ეს ნაწილი წაშლილია. აი ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ამოცანა, მე ვთვლი, უნდა იყოს აი ასეთი მარგალიტების ისტორიის აღდგენა, მათი განხილვა. დაუბრუნოთ ახალგაზრდობას ეს წარმოდგენა. ეხლა გადავალა ესე ცოტა ბოლოდნელ რაღაცაში, როდესაც ჩვენ საფრანგეთზე ვლაპარაკობთ, საფრანგეთის ერთ-ერთი სიმბოლო არის ეიფელის კოშკი. მაგრამ იციან თუ არა მეგობრებმა ტელემაყურებლებმა, რომ რისთვის აშენდა ეს კოშკი? იქ წარწერებია, გამოჩენილი ფრანგების სახელებია. აი შარშან კიდევ იქ ძირითადად მამაკაცები იყვნენ, მაგრამ შარშანზე იყო ინიციატივა და კიდევ ქალების სია დაუმატეს აი ამ კოშკს. ანუ ეს არის საფრანგეთის დიდება, სახელები, ადამიანები. და ეს ადამიანები ნებისმიერი საერთო სახელმწიფოს განვითარებაში, როგორც სიმბოლოები, როგორც მაგალითები, რომ ეს შეუძლია ესეთი რაღაცა, უნდა იყო ჩვენთან ერთად ყოველთვის. ანუ გალერეა გამოჩენილი სპორტსმენების. მე შემიძლია ძალიან დიდხანს ვილაპარაკო ამაზე, მაგრამ მოდით ჩვენ ახლა აი ტექნოლოგიის და ინსტრუმენტარის თვალსაზრისით განვიხილოთ ეს საკითხი, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ჩვენს თანამედროვე საქმიანობაში. ну კიდევ გავჩერდები ერთ რაღაცაზე, რომ აი ჩვენი განახლებული განათლების ისტორიაში ესეც სამარცხვინო ეტაპიც იყო, როდესაც სპორტის უნივერსიტეტი გაუქმდა. მადლობა ღმერთს, ვაჟკაცები აღმოჩნდნენ, ნამდვილი სპორტსმენები და მებრძოლები და უნივერსიტეტის სტატუსი აღადგინეს და დღეს ეს უნივერსიტეტი მუშაობს ძალიან სერიოზულად და უდიდეს მისიას ასრულებს და მე მინდა რომ აი ახლა რაზეც ვილაპარაკებ, ეს თვალსაჩინოებას გამოვიყენებ, მე მინდა რომ აი სპორტის
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ახალი თაობათი ხელმძღვანელობაც მივარდება ამას დაინახოდეს ყველაფერი. მე მქონდა საუბარი ადამიანთან, რომელიც ახლა რექტორია სპორტის უნივერსიტეტის და მოდი დავიწყოთ აი ამაზე ფიქრი და საქმიანობა. განახებთ აი ასეთ რაღაცას. ისევ ნახეთ ძალიან მარტივი საშუალებებია, ლაბორატორიული საშუალებები, საკმარისია ფერადი ქაღალდი ან გაფერადების საშუალება, რომ ჩვენ დავიწყოთ ამაზე საუბარი. რას წარმოადგენს ჩვენ ადამიანები როგორც ბიოლოგიური სახეობა? ჩვენ ყოველთვის ვიბადებით, ამაში ნობელის პრემია არის გაცემული, გარკვეული ქცევის მოდელებით. ბავშვი რო იბადება, მის ასე ვთქვათ, მეხსიერებაში, რომელიც გენეტიკურად ჩვენს ბიოლოგიურ სახეობას მოყვება, რამდენიმე ქცევის მოდელია. სულ 6 მოდელია, ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ, რომელიც მოყვება აი ამ ახლად შობილ საოცრებას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს მოდელები იწყებენ ინსტალირებას, კომპიუტერული მეხსიერებათა ენით რო ვილაპარაკოთ, ჩვენ საქმიანობაში. ანუ ბავშვი 10-15 წლის განმავლობაში, უფრო ზუსტები რომ ვიყოთ 12, როდესაც აი სქესობრივი უკვე მომწიფება იწყება, მიმდინარეობს ეს პროცესი, ამ პროგრამების ინსტალირება ხდება. და ამით იბადება, ანუ აი ამ მოდელებით იბადება ეს ბიოლოგიური სახეობის ამ წარმომადგენელი, მაგრამ ამავდროულად იწყება კიდევ ორი მექანიზმის გაშვება. აი აქ ახლა უზნაძეს განწყობის თეორიას ჩვენ პირდაპირ უდგებით და ერთი არის ცნობიერების განვითარება, მეორე არის ცნობიერი განვითარების უკვე არაცნობიერი ქცევის, ანუ განწყობების ბიბლიოთეკის შექმნა. ნახეთ აი ესეთნაირად გავაფერადე, გახსოვთ ჩვენ მქონდა საუბარი შუქნიშნებზე, ხო, ეს არის ის რაც საფრთხეს წარმოადგენს, ამას უნდა გაუფრთხილდეთ, ეს უნდა ვიცოდეთ, ეს არის ის რაც კარგია და დადებითია, ჩვენი დადებითი საერთოდ რაც შექმნა ჩვენმა ცივილიზაციამ, კულტურა, მეცნიერება და ყველაფერი იწყებს ამის განვითარებას და ეს არის ის რაც აი სასაზღვრო ზონას წარმოადგენს, რომ აქ ხან ასეთები ვართ, ხან ისეთები ვართ, ხან ასეთები ვართ, ხან ისეთები ვართ და დროთა განმავლობაში თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე ჩვენ რო ადამიანის გარდა რო ავიღოთ ცოცხალი ბუნება, მე მგონი სპილოს, რადგან მასი დიდია და ახლობით 2 წელი ჭირდება, მე 5 წლის განმავლობაში უკვე აღწევს გარკვეულ ზომებს, მაგრამ ადამიანს თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 12-15 წელი ჭირდება იმისათვის, რომ შეძლოს დამოუკიდებლად განვითარება. ანუ მთელი ამ დროის განმავლობაში ხდება ამ პროგრამების ინსტალირება, ამ პროგრამების, აი ამ დამცავი პროგრამების, რაც ბუნებრივად მოდის, ამ პროგრამების განვითარება და ბლოკირება ცნობიერების განვითარების თვალსაზრისით და აი ამ განწყობების ბიბლიოთეკის შექმნა. აი ასეთ განწყობების ბიბლიოთეკა როგორ იქნება? ვინ ქმნის ამას? თან ადამიანი ქვეცნობიერად ქმნის თუ როგორ ხდება ეს პროცესი? ჩვენს რეალობაში არსებობდა საქმიანობა. აი ყოველი მომენტი, აი ჩვენი საუბარიც კი ეხლა იწერება ჩვენს მეხსიერებაში და თუ რამე ახალი აღმოჩნდა თქვენ ცნობიერებაში, ჩემთან ურთიერთობაში, ან ჩემ ცნობიერებაში, თქვენთან ურთიერთობაში, ეს არის ჩემი ახალი გამოცდილება, რომელიც ფიქსირდება ჩემს მეხსიერებაში. ანუ თქვენ მე მამდიდრებთ რაღაც სიახლებით, მე თქვენ გამდიდრებთ. ანუ მიმდინარე პროცესები აყალიბებენ ბიბლიოთეკას. დიახ, ანუ მთელი ცხოვრების განმავლობაში მე ძალიან კმაყოფილი ვარ აი ქალბატონ ანა პალიანის საქმიანობით და მის ლექციებში და ვიდეო საუბრებში სერიოზულ ადამიანებთან ვლინდება, რომ ნამდვილად მე ჩემთვისაც მისაღებია, რომ დედის მუცლიდან იწყება ეს მომზადება. გარკვეულ ასე ვთქვათ შესვლა ამ სამყაროში და საბოლოო ჯამში შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანია ესეთი
სამი ელემენტის მატარებელია. ანუ თითოეული ეს ელემენტი აგებულია მეხსიერების გარშემო, მეხსიერების რაღაც ტიპის გარშემო. ანუ წითელი რაც არის, მე ამას დავარქვი ლორენცის მეხსიერება, ეს არის ევოლუციის შედეგად შემუშავებული ჩვენ პირველადი ქცევის მოდელები, რომლებიც ხან გვიცავენ, ხან ხელს გვიშლიან. მათი ძირითადი ორი პრინციპი ეს არის შიში და აგრესიულობა. ყოველთვის რეალობის შეცვლა ახალი უცნობი სიტუაციის შემთხვევაში, თუ ეს სიტუაცია ახალია, ჩვენ რაღაც შიში უნდა დავძლიოთ, ან უნდა გავექცეთ აი ამ სიტუაციას, ამ თქვათ, რომ ეს თქვათ მეცნიერებაზეა საუბარი, ეს რაღაცა ისეთი გაუგებარი ფორმულა არის, ეს ჩემი საქმე არ არის, ან პირიქით უნდა ვთქვა კარგი გაგებით აგრესიულობა უნდა გამოვიჩინო, თქვა რომ ეს ფორმულა ძალიან საინტერესოა, მოდი შევუდიო ამ ფორმულას. ხო, ვნახო ადამიანი, რომელიც ამას კარგად ამიხსნის, ყველაზე კარგად, ან მე თვითონ შევეცადო ამაში გავერკვე. ხო და როდესაც აი ამ ახალ სიტუაციას დავძლებ, ეს უკვე ჩემს მეხსიერებაში ჩამოყალიბდება ჩემი ქცევის თუ ახალი სიტუაციის სახით და თუ განმეორდება ეს სიტუაცია, მაშინ მე უკვე მზად მაქვს პასუხი ამ სიტუაციას. გამოცდილება შეძენილია და უკვე რეაგირებთ ადეკვატურად. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ყველა ადამიანი და ზუსტად აი ესეთნაირად მაქვს წარმოდგენილი, რომ ჩვენ ვართ აი ასეთი პირობები. თქვენც ახართ ასეთი, მეც ვარ ასეთი და ყოველთვის ადამიანების ურთიერთობა ხდება აი ამ კომბინაციებით. აი მასწავლებლებს მინდა უთხრა, რომ ჩვენ სადღაც სექტემბრიდან, ოქტომბრიდან დავიწყებთ აი სკოლას მასწავლებლებისათვის, ამ საკითხებს განვიხილავთ. და შეხედეთ, რომ შეიძლება იყოს ორი ადამიანის ურთიერთობა, ერთი ასეთია, მეორე ასეთია. მაშინ გამოდის, რომ მოაზროვნე ადამიანი ურთიერთობაში შედის ადამიანთან, რომელიც პირველადი ქცევითი მოდელებით სარგებლობს ამ სიტუაციაში. თუ ეს ადამიანი ცნობიერად იცნობს ამ მოდელებს და იტყვის, რომ ეხლა ეს მოდელია, აგრესიულად მოდის, უნდა განმუხტო. ან შეიძლება საფრთხე იყოს იმხელა, რომ შეგნებულად დაუპირისპირდეს აი ამ მოდელით. და ერჩევა მაყურებლებისათვის, რომ გააკეთეთ აი ესეთი სათამაშოები, თვალსაჩინოები, გაუკეთეთ გარკვეული ღერძი და კომბინაციები განიხილეთ. აი, როდესაც აი ესეთნაირად ხვდება ორი ადამიანის ურთიერთობა, ეს ყველაზე ხშირია ყოველდღიურ ჩვენს საქმიანობაში ქალაქში. სოფელში გამორიცხულია. სოფლელები ერთმანეთს ყოველთვის ესალმებიან. ქუჩაში რო შეხვდეთ. ჩვენ ქუჩაში რო ვიდივართ, ქალაქში ადამიანებს ვერ ვხედავ. ანუ როგორც ავტომატები, როგორც რობოტები მოქმედებთ ჩვენი განწყობის ბიბლიოთეკის გამოყენებით და სულ ესეთი კომბინაციებია. ანუ აი ეს არის საწყისი. ეს არის საწყისი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ როდესაც იწყება ეს პროცესი, როდესაც აი პირველი რაც არის ჩნდება ადამიანი, ბავშვი და მისი მეხსიერება იწყებს ამაზე მუშაობას. აი პირველი გამოცდილებით, პირველი სიტყვებით, ყველანაირად არის დალაგებული იმისათვის, რომ დაიწყოს აი ამ ბიბლიოთეკების ფორმირება. ჯერ საბავშვო წიგნებით, საბავშვო წარმოდგენებით, უფროსებთან საუბრით და კონრად ლორენცი შემოიტანა ესეთი ფართოდ გამოიყენა ესეთი ცნება იმპრინტინგი. ანუ პირველადი ჩაბეჭდვა ჩვენს მეხსიერებაში, ლიდერის ჩაბეჭდვა. ანუ აი ამ მოდელებით, აი ამ ქცევის მოდელებით დაბადებული ბავშვი მაშინათვე ცოცხალ ბუნებაში ეს ყველგან დაიკვირვება, მაშინათვე ეძებს და პოულობს ფარველს, ვინც დაიცავს, იმიტომ რომ უძლურია მთელ რიგ სახეობებში, რომ მაშინათვე გაუმკლავდეს იმ რეალობას, რაც არის უამრავი მტაცებელია ცოცხალ ბუნებაში და პოულობს იმ ადამიანს, აი მშობელი ამ როლს უნდა ასრულებდეს. ეს არის პირველი დედის სიტყვები, მამა დედასთან ახლოს, ანუ 3 წლამდე
მიმდინარეობს გარკვეული პროცესების განვითარება, სადაც ხდება აი ამ პირველადი ელემენტარული ქცევის მოდელების აღქმა. ბავშვი სწავლობს უკვე ამ ქვეცნობიერად ხდება ამ მოდელების ჩასახვა, ინსტალირება, მათი ამუშავება და აი ეს მოდელზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ, მაგრამ ნახეთ აი ამ აღზრდის დროს, აი ამ ლიდერის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ჩემი ცხოვრებაც მე ყოველთვის ვაკვირდებოდი ადამიანებს და აი ვინც მომწონდა მე მიზნად ვისახავდი. აი ასეთი მინდა გავხდე. ყოველ შემთხვევაში ასტროფიზიკაში რო დავიწყე მუშაობა მეცნიერებაში, რამდენიმე ადამიანს ხედავდი, ვინც იყო მისაბაძი ნამდვილად, წინ მიდიოდა, ცოდნა ჰქონდა და ჩემთვის ეს იყო მაგალითი. და სხვათა შორის, აი როდესაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ბატონი ევგენი ხარაძე აქ ატარებდა ძალიან სერიოზულ კონფერენციებს და ჩვენ ვხედავდით იმ სამაგალითო ადამიანებს და ჩვენ სტუდენტებს სწავლობდით. აი იოსებ შკლოვსკი, მაგალითად, ზელდოვიჩი იყო ჩამოსული, უდიდესი მეცნიერები იყვნენ ჩამოსულები და მათი ასპირანტები ჩვენთან შემოდიოდნენ ურთიერთობაში. ანუ მაგალითები. მიზანსწრაფული სისტემები და აქედან ვიწყებთ ეს ყველაფერს. ეხლა აი ამას ახასიათებს, როგორც გითხარით, აგრესიულობა და შიში. და ფილმს, როდესაც ნახავთ, კიდევ ერთხელ, ხარება და გოგია, თქვენ დაინახავთ, რომ პირველი სცენა იწყება აი ამ ორი ადამიანის, აი ესეთი ურთიერთგამორკვევით. ხო, არის რაღაც სიტუაცია, როდესაც აი ამ ფილმში ხარება პირველად სადაც უფრო მეტი განზიდულობის ზალაა. რომ ერთმანეთს ჯერ არ იცნობენ, ვერ იცავენ თავს ერთმანეთისგან და განიზიდებიან. პირველი, ასე ვთქვათ, სინჯვა. ხო, აგრესიულობა, ხომ არ იცნობენ ერთმანეთს. ანუ ამ შემთხვევაში აი ეს შიშის და აგრესიულობის მე ლორენცის დემონი დავარქვი. ამას სადარაჯოზეა, იცავს ხარებასაც, იცავს გოგიასაც და ხდება მათი აი ასეთი პირველი ურთიერთობა. ეს სცენა გადაღებულია თუ საერთოდ აი სასწაულია, რომ დიდი რეჟისორები, დიდი კინემატოგრაფი, დიდი სპორტსმენები, ანუ გასარჩევია ეს ფილმი. მე ჩემ ფსიქოლოგ სტუდენტებთან ერთად ვაპირებდი აი ასეთი ეთოლოგიასთან დაკავშირებით აი ესეთი კვლევების ჩატარებას, თუ სამწუხაროდ შევაჩერე, მაგრამ თუ არიან, თუ გვისმენენ ფსიქოლოგიის სტუდენტები, რომლებიც დიპლომებზე მუშაობენ, დაწყებული საბაკალავროდთან დამთავრებული სადოქტოროთი, მზად ვარ და დღევანდელი ჩვენი ასე ვთქვათ კანონმდებლობა უშვებს ამას, რომ დავეხმარო მათ როგორც კონსულტანტი აი ამ საქმიანობაში. პირველი შეტაკება, მაგრამ ძალიან ფრთხილი, რომ იქნებ ის ჩემზე ძლიერია. იქნებ საშიშროებას წარმოადგენს, მაგრამ მე ხომ აქვს ჩემი ღირსება, რომელიც აი აქ არის შენახული უკვე. ანუ ორი ზრდა სრული ადამიანი თავისი გამოცდილებით. ანუ აი ასეთნაირად ხდება მათი შეხება. ნუ პირდაპირ აი სადიპლომო სამაგისტრო თემას დავაზობ ახალგაზრდა ფსიქოლოგებს და შევეცდები მოგიყვანოთ ერთი ქალბატონი ფსიქოლოგი ახალგაზრდა, ვინც სპორტსმენია, არაჩვეულებრივი და ამასაც ვიმუშაოთ. ძალიან ცნობილია მარია მიხელიძე, ველო სპორტსმენია, არაჩვეულებრივი, თავის დროზე ერთი კლებითი პატარა კვლევა ჩაატარა ჩემი ხელმძღვანელობით და ინჟინერ სტუდენტებთან გააკეთა კონფერენციაზე მოხსენება. არ შეეშინა, ისიც გაკურებული, ეს რა მაგარი რაღაცა ყოფილა. ეს რა მიყოფილა. ანუ ნახეთ, აი ეს არის აი ეს სცენა, ეს საშინაო დავალება არის, უნდა განვიხილოთ ჩვენ აი ამ მოდელიდან გამომდინარე თუ დავიწყებთ აი ამ სცენის განხილვას, ჩვენ ბევრ საინტერესო რაღაცას დავინახავთ, რომ აი ისინი იწყებენ აი ასეთნაირად ტრიალს. თავიანთი მთელი მარადი სიტუაციების ქვეცნობიერება გვაძლევს ამის საშუალებას. აი ახლა ვიტყვი ერთ რაღაცას, რაც ძალიან გაგიკვირდებათ ყველას, მაგრამ ჩვენ სახეზე გვაწერია ხოლმე ჩვენი წინასწარი განწყობა აი ასეთი კონტაქტების დროს. ანუ ღიმილი და სიცილი ეს არის პირველი ნიშანი, რომ მე არ მეშინია. აი, როდესაც ადამიანები ერთმანეთს უახლოვდებიან, როდესაც ერთი იღიმება და მეორეს ცინის, ეს არის ისევ ლორენს დაუჯეროთ და მე ეს გაუმისდია ჩვენ შეიარაღებას ვაჩვენებთ კბილებს.
ანუ მოდის იმ ევოლუციიდან, ეს ძალიან კარგად არის აღწერილი, ხო? თუ ერთი აი ამ შეტაკების დროს ერთი ადამიანი იღიმება, ეს ნიშნავს, რომ აქ ყველაფერი კარგად არის დალაგებული. ესეც არის ბიბლიოთეკა მისი მზადყოფნაშია, ხდება ვარიანტების გადარჩევა, ცნობიერად უყურებს აი ამ სიტუაციას და მზად არის აი ამ გამოწვევისათვის. ხო, მინდა კიდევ შევთავაზო ჩემ ყოფილ სტუდენტებს აი ამ ფილმის გარჩევა, უკვე ფსიქოლოგიური და ეთოლოგიური თვალსაზრისით. ნუ ადრე ვისთან მუშაობდით, ჩვენ ქაჯანას ვარჩევდით. ესეც არის დიდებული ფილმია, საერთოდ შედევრია, მაგრამ ქართული ახალგაზრდა არ იცნობს ამ ფილმს. ესეც არის დაკარგული, მაგრამ ის გოგონა იცნობდა. ხო და ნახეთ, ანუ იწყება ესეთი ტრიალი და მერე ეჯიბრებიან ერთმანეთს ჭიდაობაში. ისე კარგად არის გადაღებული ეს ყველაფერი, ნახეთ ეს ყველაფერი დააკვირდით, ეს არის ეთოლოგიური შედევრი საერთოდ და აი ამ საერთოდ ეთოლოგიის გარეშე ფსიქოლოგია რო ვერ განვითარდება, ამაზე ქართული ფსიქოლოგიური სკოლის წარმომადგენლები ეს თავის დროზე მსოფლიო კონფერენციაზე რომ არაფერი არ გვეშველება თუ ჩვენ ასეთნაირად არ ავაწყეთ და დღეისათვის რაც მოიპოვება ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში ამის ელემენტები არის და მე მგონი ჩვენ გადაცემით ჩვენ ჩავრთავთ გარკვეულ ინტერესი გაიზრდება დიდად. ეხლა მოდით აი ჩვენ განვიხილოთ აი ეს სიტუაცია, როდესაც სპორტის მასწავლებელი სკოლაში ურთიერთობაში შედის აი ამ პატარა ჩავთვალოთ რომ ეს პატარა ზომისაა, ხო, მასწავლებელთან. ყველა შემთხვევაში, ამ შემთხვევაში პროფესიონალმა, კარგ მასწავლებელმა და სკოლამ ბავშვთან ურთიერთობაში აი ეს უნდა გამორიცხოს. შეგნებულად უნდა ხედავდეს ბავშვი თუ მასწავლებელზე ცდის თავის აგრესიულობას და თავისი მოდელების ამ მშობელზე, ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ. ბავშვები რო ცელკობენ, ზოგჯერ ცუდად იქცევიან, ეს არის აი ამ მოდელის ინსტალირების მცდელობა და ამას ცდიან იმ ადამიანებზე, ისინი რამდენად გაუვათ. ანუ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, საერთოდ, მაგრამ სასტიკად ექცევიან თავიანთ თანაკლასელებს. ჩვენ მივახლოვდით ახლა ძალიან პრინციპულ საკითხს სკოლის ბულინგი. რას არ ლაპარაკობენ? ვინც ბულინგზე მუშაობს, მაგრამ აი ეს არის საფუძველი, რომ აი ამ შემთხვევაში სკოლაში სულ ტრიალებს აი ასეთი სამწახნაგა, სამფერა შუქნიშნები ურთიერთობაში. სკოლაში არაერთხელ ვარ დამყოფი, ანუ იმ კლუბშიც, რომელიც დანეთერზე სკოლაში მუშაობდით, ვაკვირდებოდი, როდესაც გაკვეთილიდან გამოდიან, გამორბიან ბავშვები, ეს ყველა საინტერესო არის მათი მეტოქეობა. უცებ ერთმანეთს რო შეხედავენ მერე გაიქცევიან. ანუ ეს არის ის სარბიელი, რომელიც აი მე ვფიქრობ, რომ დამიჯერეთ ბატონო დავით, რომ ჩვენ ამით შეგვიძლია ახალი სიტყვა საერთოდ ვთქვათ სასკოლო პედაგოგიკაში და ამიტომაც აი ჩვენ დღევანდელი გადაცემა და ჩანაწერი მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ის პირველი ნაბიჯი ახალი სკოლისაკენ. სადაც აი ეს აღზრდა განსაკუთრებულ როლს მიიღებს. ბატონო ლევ, მე შევავსებ რამდენიმე მაგალითით. მაგალითად, ტყუპები, როდესაც ისინი ემბრიონები არიან, იქაც ჭიდილი არის. ჯერ არ გაჩენილან და მუცლის შიგნით მათ შორის გარკვეული მეტოქეობა ყალიბდება. ჩვენ გვინახია კაცებელი ფრინველების ბუდეში 2-3 ბარტყი, როგორ ჩაგრავს ერთი მეორეს. ეს ბიოლოგიური თვისება არის, მათი ესენი ხომ ადამიანები არ არიან, არა? მაგრამ ჩვენც ხომ ბიოლოგიური არსებები ვართ, გარდა იმისა, რომ ადამიანებიც ვართ. ესე იგი, კიდევ სანამ სკოლაში წავა ბავშვი, ოჯახია და დასთან და ძმასთან, ძმა-ძმასთან, ეს ყოველთვის ჭიდილი არსებობს. ეს
ალბათ ღმერთის მიერ დაშვებული მოვლენა რაღაც ბიზნესთვის. ეხლა მე შეიძლება ჩემი აზრი გამაშდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში თავი შევიკავებ, რომ შეიძლება არ იყოს იმდენად აკადემიური და იმდენად შორსმჭრეტელური, როგორც თქვენ შეგიძლიათ რომ გამოხატოთ. ამიტომ აი ამ მაგალითების ფონზე სკოლის პირველ რიგში რაც ვებძანდეთ, სკოლაში ბევრი არიან, უცხოები არიან და იქ საერთოდ ახალი გარემო არის, ოჯახი მაინც ნაცნობი გარემო არის და იქ იცნობენ ერთმანეთს ძალიან კარგად და ასე როგორც ნაცნობები მასე მოქმედებენ და კიდევ ეს ბიოლოგიური არსებებიც როგორ მოქმედებენ იქ შეიძლება საკვებისთვის იყოს შედეგი მაგალითად და პირდაპირ საკვებიდან გამომდინარეობდეს მათი ეს ბრძოლა. აი ამ ყველაფრის ფონზე რა შეიძლება რომ თქვათ, იგივე სიტყვა ბულინგი ახსენეთ თქვენ ეს იგივე ბულინგი როგორ შეიძლება რომ დაიძლიოს, როგორ უნდა წავიდეს განათლება, სისტემა, მშობელი, მასწავლებელი, რა არის ამის გამოსავალი? აი მე ასე დიდი მადლობა, ძალიან კარგი იყო თქვენი ჩართვა. თვალსაზრისით დაანახეთ ჩვენს მაყურებელს, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ბუნებრივი მოვლენა და წარმოიდგინეთ ეხლა რომ არა მარტო ორი ადამიანი, არამედ ყველა ასეთები ვართ და აი ჩვენ ეხლა ერთმანეთთან რომ ვართ აი ასეთნაირ კავშირში, ხო? მე და თქვენ, ხო? აი გვერდით შეიძლება მოხდეს ისეთი რაღაცა, რომ ვიღაცასთან ურთიერთობაში თქვენ ხართ სხვა ამით მიმართული, ამ წახნაგით, ამ ფერით ხართ მიმართული და წარმოიდგინეთ რომ მთელი ჩვენი სამყარო ის ცივილიზაცია აი ასეთი სამფერაშუქ ნიშნებისაგან შედგება, რომლებიც სხვადასხვანაირად არიან ორიენტირებულები და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი თვისება არის. როდესაც აი ასეთ მეტოქეობაში არ მოხდა ამის განტვირთვა და გადაყვანა აი ამ დონეზე, ეს აგრესიულობა გროვდება. მეხსიერებაში არის დარჩენილი და შეიძლება განიმუხტოს სხვა უფრო სუსტ ბიოლოგიურ არსებაზე, ზოგადად და სხვა ადამიანზე, ან კლასში, ან სკოლაში. აი წარმოიდგინეთ, რა სირთულეა აი ამ შემთხვევაში, როგორ რთულია საერთოდ აი ჩვენი ცივილიზაცია და როგორ რა გამოცდის წინაშე არის საერთოდ ადამიანი თავის ცხოვრებაში და ცივილიზაციის აგებაში, ხო? ომები, უამრავი კონფლიქტები, ეს ყველაფერი ამით არის გამოწვეული ჩვენი პირველადი ბუნებით. გამოსავალი ეხლა მაინც უნდა გიპასუხოთ, გამოსავალი იმაშია, რომ ჩვენ თავიდანვე ბავშვი როდესაც იზრდება და ეს აი პატარა მასშტაბის რო დავინახოთ ეს და რო იზრდება, ყოველთვის უნდა დავანახოთ ღირსეული სამაგალითო პიროვნებები. აი ამ შემთხვევაში მე ვთვლი რომ ომარ ფაკაძე და ლევან თედიაშვილი ზუსტად ის ადამიანებია, ვინც ამ ფილმს ნახავს, ხო? ისეთი იქ პოლიფონიური რაღაც ელემენტებიც კი შედევრია, აი ყველა თემა არის. შევეცადოთ ყოველ შემთხვევაში რომ ეთოლოგიაში და საერთოდ ბავშვების აღზრდაში თქვა ჩვენ საქართველოში ახალი სიტყვა და ეს ფილმი იყოს შედევრი. ეხლა ხელოვანი ადამიანი რომელიც ხელოვნებაში მუშაობს, გრძნობს ამას. ჩვენ ახლა ბუნებრივ რაღაცეებზე ვლაპარაკობთ, რაც იყო აღმოჩენილი, აღწერილი და მოცემული ჩვენთვის როგორც რეცეპტი. ანუ ღირებული ადამიანები უნდა დავანახოთ. ბავშვი როდესაც მოდის სკოლაში, პირველად რო ხედავს მასწავლებლებს, სკოლაში ღირებული, ღირსეული ადამიანების ერთობლიობა უნდა იყოს. აი ახლა რო წარმოვიდეთ ნებისმიერ სკოლაში რო შევიდეთ ჩვენ არის თუ არა, ახლა ჩვენი სკოლა ფიქრობს იმაზე რომ იყოს გარემონტებული, მაგრამ ახალგაზრდა მასწავლებლები, არა მარტო ახალგაზრდა მასწავლებლები, რამდენად სპორტულ ფორმაში არიან. თქვა თუ ხედავს მასწავლებელს, რომელიც არის ჭარბწოდიანი და ასე შემდეგ. დრო დაჭირდება, ვიდრე ბავშვი მიხვდება, რომ ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია და მისგან მარტო ჭამაკი არ უნდა ვისწავლო სხვა რაღაცა. ამიტომ აი ეს პირველი კლასები და საერთოდ აი ასეთი დაწყება
სკოლაში აი ამ საქმიანობის ეს იმპრინტინგი სკოლაში ბავშვი უნდა ხედავდეს ღირსეულ მასწავლებლებს და სპორტის მასწავლებლების მისია ზუსტად ამაში მდგომარეობს. საერთოდ სპორტის და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი უნდა იყოს სამაგალითო. ანუ სახეზე უნდა ეწეროს რომ ეს წარმატებული ადამიანია. წარმოიდგინეთ რამხელა პრობლემა გვიჩნდება მისი მომზადების თვალსაზრისით, მისი სკოლაში ღირებული საარსებო საშუალებების თვალსაზრისით, ხელფასი, მთელი ასე ვთქვათ, ეკონომიკა უნდა იყოს ამის უკან. აი მე გაგაცანით მაშინ ჩემი ახალგაზრდა მეგობარი ბავშვობიდან ვიცნობ იმას სპორტის და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი, რომელიც უკმაყოფილოა ამ მდგომარეობით. სკოლაში ვერ ნახა თავისი ადგილი, ხო? მარტო ბავშვებთან ურთიერთობის, ნუ 1 საათი არაფერს არ იძლევა. გააკეთა რაღაცეები, ხო, თავის მოსწავლეებთან ერთად, ეხლა ჩემპიონატი, ეს ძალიან კარგი რაღაცა არის სპორტში, ნუ აიღო რაღაც გარკვეული ნიშნულები, რაღაცებს მიაღწია, მაგრამ ირაკლი წამალაშვილს სხვანაირი სკოლა ჭირდება. სადაც როდესაც აი თავიდან სკოლაში მოტოციკლით მოდიოდა, ყველა ბავშვისთვის ეს იყო მაგალითი, ხო? როდესაც თავის სექციაში ან ჩემპიონი არის შავი კამრის მფლობელი და ასე შემდეგ და ბავშვებთან მისი ურთიერთობა იყო განსაკუთრებული, დასტრიალებდნენ ბავშვს როგორც სამაგალითო მასწავლებელს. აი ასეთი მასწავლებლების მომზადება და მათთვის აი ამ განვითარების, თავისი ნიჩის განვითარების ექსპერიმენტები იქნება. ყოველ ბავშვს ესეთმა მასწავლებელმა უნდა აღმოუჩინოს ის სპორტული რაღაც განსაკუთრებულობა. ზოგი ჭადრაკში უნდა ავლენდეს თავის ნიჩს, ეს ძალიან სერიოზულია საერთოდ ჭადრაკი და აი ესეთი სპორტის სახეობები. ზოგი ჭიდაობაში ყველას აქვს რაღაც თავისი განსაკუთრებული ინდივიდუალური სახეობა და კოლექტიური სახეობები. დიახ. აი აქ მე ისეთი ყოფილი ვარ, აი თქვენთან ურთიერთობით და საუბრებით, რომ ჩვენ ერთმანეთის გვესმის და სულ ესეთი პასებს ვაძლევთ ერთმანეთს, რომ წარმოიდგინეთ ახლა სპორტის სახეობები, გუნდური თამაშები და ინდივიდუალური მეტოქეობა. კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, აი როგორც ხარება და გოგია, მე ვაკვირდებოდი კარატეში ორი განსაკუთრებული სპორტსმენი ყავდა, ხო? ერთი ხაჭაპურიძე, მეორე ზინჩენკო, ევროპის ჩემპიონები არიან. კარატეში ერთ ხაჭაპურიძეს ახასიათებს ბუნებრივი ასე ვთქვათ, აგრესიულობა, კარგი გაგების, სპორტული აგრესიულობა, ის, როდესაც იწყებს, ასე ვთქვათ, შეჯიბრს, ეს არის რაღაც სასწაული. ზინჩენკოს ნაკლებად ახასიათებს ეს აგრესიულობა, ამიტომ მისი ტექნიკა გონებით არის დატვირთული. ისეთნაირად არის მომზადებული იმისათვის, რომ თავისი ჭკუვი და ტექნიკით უტოლდება ამას. მეგობრები არიან, როგორც ხარება და გოგია და იყო ერთი ევროპის ჩემპიონატი, სადაც იმათმა გადაწყვიტეს, რომ და როგორც ჩანს, უპროსებმაც ურჩიეს, რომ თქვენი შეჯახება ერთ წონით კატეგორიაში აღარ გამოვა. ამიტომ გადავიდნენ სხვადასხვა წონით კატეგორიებში, ორივე ჩემპიონი გახდა. აი ასეთი მოვლენები, ეს სპორტის ისტორია. აი საქართველოში უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს დღეს უნიკალური მოვლენა. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი, ხო, საქართველოს მოქალაქეა. ხო. გამოვაჩინეთ ეს ადამიანი. ესეთი რამდენიმეა თან, ყველაზე ღონიერი, ყველაზე დიდი სიმძიმეების ამწევი, ყველაზე კარგად ვინც ხელს გადასწევს
ქართული ხედავთ, ანუ ყოველთვის ეს შინაგანი რაღაცა ესეთი სწრაფვა, რომ ვიყოთ პირველები და ისტორიას თუ განვიხილავთ, ეს არსებობს ესეთი ტერმინი ცერებრალური სორტინგი, საერთოდ რაღაცა გარემოებათა გამო ხდება რაღაც განსაკუთრებული უნარების აი ასეთი კომბინაციების მატარებელი ფსიქოფიზიოლოგიური იმის შერჩევა, სადაც გარკვეული დოზებით არის ეს ყველაფერი წარმოდგენილი და საქართველოს და საერთოდ კავკასიების აი ქვეყნების თავზე იმდენმა უბედურებამ გადაიარა მოხდა რაღაც შერჩევა. თიელებს ახასიათებს ესეთი რაღაცა გმირები არიან თავიანთი ბუნებით, ხო? და აი ასეთი რაღაც ერთობა შეიქმნა, რომელსაც აი აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? აი ჩვენ ახლა მივუდექით, მე მგონი აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხს, მე მგონი ყველა ძირითადი ასპექტი, რაც იყო ამასთან დაკავშირებული, მივმოვიხილეთ, და თავარია რომ მოდელი მივეცით ჩვენ მასწავლებლებს. ეხლა აი ამ ტექნიკას და ტექნოლოგიას უნდა იცნობდეს არა მარტო სპორტის მასწავლებელი, ყველა მასწავლებელი უნდა იცნობდეს ამას. ეს უდიდესი მიღწევა არის. აი სულ ყოველთვის აი ეს ორი ფერი ეს არის განწყობის ზოგად ფსიქოლოგიური თეორიის მონაპოვარი. აი ეს არაცნობიერი ქცევა ბიბლიოთეკა იმ სიტუაციების მეხსიერებაში ჩაქსოვილი და გონივრული სიტუაციების ბიბლიოთეკა ეს არის აპოლონ შეროზიას დამატებითობის პრინციპი და შოთა ნადირაშვილმა უდიდესმა ფსიქოლოგმა აღწერა ეს ყველაფერი დეტალურად. მე ახლა თქვენ გიყვებით და ჩვენს მაყურებელს უყვები როგორც სისტემას. მაგრამ შოთა ნადირაშვილს დეტალებად აქვს ეს ყველაფერი გარჩეული და საგამართლებლო პროცესიც გამოდის, რომ აი ასეთი სახისაა. ბატონო ლევ, როგორ შეიძლება რა თქვენ ბრძანეთ ახლა კლასიფიკაცია მოვახდინეთ უკვე სამეცნიერო თვალთახედვით ვის რა შეუქმნია ამ ფსიქოლოგიის კუთხით, ხო? აი დიმიტრი უზნაძე რომ კავშიროთ აი თქვენ უყევით ამ მოვლენებთან როგორ შეესაბამება ერთი მეორეს რომელშია მოთავსებული რომელი ემატება ერთი მეორეს აი ეს რომ თქვა ნადირაშვილი მაგალითად და დიმიტრი უზნაძე რა არის მათი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც საერთოდ ხასიათდება დიმიტრი უზნაძე რომ ჩვენ ვართ პროგრამირებადი არსებები რომ ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ასე ვთქვათ ცნობიერი მეხსიერება რომელიც ყოველთვის რეაგირებს ყველაფერზე ანუ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტზე სულ სხვა წარმოდგენა შეიქმნა რომ ჩვენ პროგრამდებით ყოველ წამს ყოველ წუთს ჩვენ ახალ გამოცდილებას ვიღებთ სულ მუშაობთ ჩვენ ბიბლიოთეკასთან ხო საჩივრები იყო დიმიტრი უზნაძეზე რომ პავლოვის რეფლექსებზე აგებული გარკვეული წარმოდგენა იყო და საჩივრო ოფიციალურად ასე ვთქვათ იყო ეს ყველაფერი რომ როგორ პავლოვს ეწინააღმდეგება ერთადერთი ფსიქოლოგი რომელმაც დაინახა ამაში სერიოზული რაღაცა ჟან პიაჟე იყო. თქვა, ეს საინტერესოა. ანუ დაპროგრამება ხდება, მოდით ესეთნაირად ვთქვათ, ეს მექანიზმია, ანუ ჩვენი აი ეს უზნაძეს მეხსიერება იმიტომ დავარქვი, რომ აი ეს უპირისპირდება ამაზე ეხლა კი არა 79 წელს პირველად თქვენს ქართველმა მეცნიერებმა რომ ეს უნდა გავითვალისწინოთ ხო მექანიზმი რომ ჩვენი მეხსიერება სულ ყოველთვის ვითარდება სულ ყოველთვის რაღაც ახალს პოულობს მაგრამ ჩვენ თუ გავიხსენებთ აი ჩვენს წინასაუბრებს მაშინ მე ერთი ასე ვთქვათ პატარა კარგი გაგებით ნაღმი ჩავდე როდესაც არაწონასწორულ სისტემებზე ვლაპარაკობდით აი ნახეთ ეს სისტემა არაწონასწორულია თავის რეალურ ცხოვრებაში და აი ამ უზნაძეს მეხსიერების გამოყენებით ანუ ცნობიერი აღზრდით ჩვენ მაქსიმალურ წონასწორობას
უნდა პოულობდეთ და ვქმნიდეთ, ხო? ანუ თავიდან ისევ რომ დაუბრუნდეთ ამას, მეხსიერება და ნახეთ აი ეს ჩვენი ცნობიერი წარმოდგენა, სიტუაცია, როდესაც გადადის უკვე აი ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ უკვე ავტომატურად, უკვე სიტყვები დაფიქრება, უკვე ფიქრი არ გვჭირდება, ჩვენ უკვე ჩვენი მეხსიერება, ჩვენ უკვე წინასწარ გვთავაზობს სიტუაციას და აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქ ამავდროულად იწყება კიდევ ის დიდი ასე ვთქვათ ნახტომი, რაც ჩვენ საერთოდ უზნაძე მოგვცა, რომ ამ სიტუაციათა გამოყენებაში ჩვენ შეიძლება შევცდეთ. ანუ სიტუაციის გაიგივება და ბიბლიოთეკიდან იმ ქცევის მოდელის და რეაგირების გამოტანა შეიძლება იყოს შეცდომით, ვცდებით ჩვენ ილუზიებითი სარგებლა, ამით ექსპერიმენტები ჩაატარა, ძალიან სერიოზული ექსპერიმენტები. დღესაც ეს ექსპერიმენტები არის გასაგრძელებელი. ყოველთვის როდესაც ამ საკითხებზე ვლაპარაკობ, დიდ მადლობას უხდი ბატონ დიმიტრი ნადირაშვილს, შოთა ნადირაშვილის ვარს, რომელსაც მომცა საშუალება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ახლებურ ლაბორატორიაზე, განწყობის ლაბორატორიაზე, სადაც ყველა ეს ილუზიებთან დაკავშირებული ექსპერიმენტი თანამედროვე საშუალებებით ჩვენ რიცხვებით შეგვიძლია გამოვხატოთ უკვე. ილუზია არის თუ არა? მე ახლა შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ 21 საუკუნე, რომელიც ვირტუალურ სამყაროს ქმნის და ეს სამყარო იზრდება და იზრდება, ხელოვნური ინტელექტი ემატება ამას ყველაფერს და ანუ ვირტუალიზაცია ცხოვრებისა იმდენად გაფართოვდა, რომ ეს ილუზია რაც იყო მე-19 საუკუნეში, წარმოუდგენლად იცვლის თავის ფორმას 21 საუკუნეში, იმიტომ რომ თვითონ მატერიაც კი ილუზორული ხდება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. აი ამაზე რას გვეტყვით ბატონო ლევ? ეს რა შეიძლება ნიშნავდეს? აი მე გეტყვით აი ჩვენ ადამიანები ამის ვითარდებით, აი არის ერთი დიდი პოპულარიზატორი საერთოდ მეცნიერების მათემატიკოსი მორის კლაინი, ორი წიგნი დაუწერია, მათემატიკის ფილოსოფიაც არის და იდეაც არის, არც ერთი ფორმულა არ არის ორივე წიგნში და წერს, რომ და იწყებს ამით თავის ერთ-ერთ წიგნს, რომ მათემატიკა რაში გვჭირდება, ანუ აი ამ ცნობიერებით შექმნილი მათემატიკა ილუზიების თავიდან მოსაცილებლად. რომ ჩვენ თუ ვფლობთ რეცეპტებს, რომ გავზომოთ, მანძილი გავზომოთ, ზომები და ასე შემდეგ, ჩვენ უკვე შეიარაღებული ვართ ამით ილუზიებთან დაკავშირებით შეგვიძლია ჩვენ ზუსტად აღვიქვათ ის, რაც არის. ესე იგი, ჩვენ დავიწყეთ სპორტით, ვაგრძელებთ მათემატიკით. ჩვენ შეიარაღებას ვაყალიბებთ ახლა და ეხლა ნახეთ აი ასეთი მაგალითი მე ყოველთვის ვიძახი, როდესაც და ვეუბნები ჩემ ახალგაზრდა მასწავლებლებს და სპორტსმენებს, რომ აი თქვენ მათემატიკაც უნდა იცოდეთ აი ესეთნაირად, რომ ბავშვს უთხრათ, რომ თუ გინდა რომ შორს გადახტე, რა კუთხით უნდა ახტე მაშინ. ხო, აი მთელი შენი ტექნიკა უნდა იყოს ამ თვალსაზრისით დამუშავებული. ქალბატონი მანანა ნათობიშვილი, რომელიც ევროპის ჩემპიონია მხატვრულ ტანვარჯიშში, ჩემ ერთ-ერთ მასწავლებელთან ამ საკითხებზე სერიოზულად მუშაობდა, რომ ჩვენ აი თანამედროვე ტექნიკური საშუალებების საშუალებით, რომ აი ეს სპორტული ვარჯიშიც კი გავხადოთ მეცნიერება ტევადი. მივახციოთ უდიდეს ნიშნულებს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ლიდერი სპორტის მასწავლებელი, ჩვენ ეხლა იდეალურ ფორმაზე ვსაუბრობთ, იმიტომ პირველი უნდა ხვდებოდეს ეს მასწავლებელი ბავშვს და უქმნიდეს გარკვეულ განწყობას, როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ აი ეს ჩემი სამაგალითო მასწავლებელი არა მარტო კუნთებით არის სამაგალითო, არამედ კიდევ მეუბნება საინტერესო რაღაცებს. თუ აი ირაკლისთან ერთად ვახსენე არაერთხელ პატარა რო იყო ამესადინებდი რაღაცაში და როდესაც იმპულსის შენახვის კანონი აუხსენი,
მე როდესაც სპორტმენობა დაიწყო კარატეში მეუბნებოდი რომ დარტყმა ეს არის იმპულსის შენახვის კანონის გამოყენების მთელი ალგორითმი, მთელი მიმდევრობა და ორი მონეტა ლარიანს და 5 თეთრიანს ვაჯახებდით ერთმანეთს და სხვა მანძილით, სხვა სიჩქარით გადაადგილდებოდა ეს სახე. ანუ ეს უნდა იყოს კომპლექსი. ეს შეიძლება ძალიან გასაკვირი იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ სპორტის მასწავლებლების სერიოზული აღზრდით უნდა დავიწყოთ ჩვენ. აი მაშინ მივავალთ იქამდე. და ახალ სკოლაზე უნდა ვისაუბროთ. ანუ აი პირველ მიახლოებაში ბატონ დავით, თქვენ რასაც მეკითხებით, მე გპასუხობთ ისევ სისტემური თვალსაზრისით ზოგადი მოდელით. ჩვენი დრო და ფორმატი არ იძლევა საშუალებას, რომ მე თქვენ კიდევ დეტალებში დაგანახოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პასუხი, რომელსაც ელოდებოდით, ჩემგან არ იყო სრული, იმიტომ რომ კიდევ დეტალიზაციას მოითხოვს, კონკრეტული შემთხვევების განხილვას მოითხოვს ეს და ამაზე ჩვენ ვიმუშავებთ უკვე შემდგომ გადაცემებში ვიმუშავებთ და ჩვენს მაყურებელთან ერთად კიდევ განვიხილავთ აი ამ საკითხებსაც. ანუ მე ყოველთვის ვეუბნები ჩემ ახალგაზრდა მეგობრებს, რომ სპორტი გადაარჩენს საქართველოს. პირველ რიგში ჩვენ ჩემი ასაკის, თქვენი ასაკის, ჩვენი თაობის ხალხი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ რა მოგვივიდა, რატო დავკარგეთ ჩვენ აი ეს ცოდნა, რატო არსად არ დგას ძეგლი, სადაც ხარება და გოგია და ორი ესეთი გამოჩენილი სპორტსმენი ერთად იქნებიან. ხო, ჩვენ გვაქვს ესეთი მაგალითი ბრწყინვალე მსახიობები, ბრწყინვალე რეჟისორი დანელი, ვიცით, დგას ჩვენს ქალაქში, როგორც ხალხთა ერთობის. აი, ხარა სპორტსმენები არიან. კი. ახლა ჩვენ სპორტსმენებზე ვლაპარაკობთ. ხო, სპორტსმენებზე ვლაპარაკობთ. ნახეთ, აი ასეთი რაღაცაც უნდა იყოს და ეს მოდელები უნდა იყოს და ყველა გამვლელმა უნდა იცოდეს, ეს უნდა იყოს მეხსიერების ხატი ერთ-ერთ ახალგაზრდა ადამიანს აქვს დაწერილი ძალიან კარგი წიგნი, აი მეხსიერების ხატები. ივან მინდაძე, როცა წავიკითხე მისი წიგნი, გავუცდი, რომ რა კარგად მიხვდა არც. აი ეს ხატები უნდა იყოს ყველგან. მე მაგალითად აი ვერ ვიტან იმ ქუჩაში გაკეთებულ ვარსკვლავებს. მე არ შემიძლია გავიარო ამ ვარსკვლავს. ხო, აი მოვკავით რა. სულ ვერ გადმოღებულია. და ჩვენი რო არ არის, იმიტომაც აი მეს რო გამივლი არანაირი განცდა არ წარმოუშვია ჩემთან. გავიარე და გავიარე. არც კარგი, არც ცუდი, გინდა ყოფილა გინდა არა. ეხლა მე ჩემგან განწყობას კი არ გამოვხატავ ადამიანების მიმართ. პირიქით იმ ადამიანებს უმაღლეს კლასში ვაყენებ ჩემს წარმოდგენაში, მაგრამ თვითონ ის ქვა მე არ მატებს პატივისცემის განცდას. ისედაც მაქვს პატივისცემა და ეს ჩემს არ ხმის არაფერს ახალს, იმიტომ რომ გადმოღებულია. მოდით აი ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა პრაქტიკულად ამოვწურეთ და კიდევ ერთი გზავნილი ექსპერიმენტის თვალსაზრისით გავაკეთოთ. აი საქართველოს აქვს ძალიან დიდი უპირატესობა, არ ვიცი ახლა ჩემი მეგობრები, კოლეგები როგორ შეხედავენ ამას, მაგრამ ქალაქის მერი ყავს გამოჩენილი სპორტსმენი. ჩვენ პრეზიდენტი არის გამოჩენილი სპორტსმენი, ხო? აი შევთავაზოთ მათ აი ესეთი იდეა, რომ დაიდგას ძეგლი, ხარება და გოგია. დიდი ისტორიული წარსულის მქონე საქართველოს ჩვენი ორგანიზაცია ყოველდღე ახალ გასაოცარ იდეებს მაწვდის მეც. მაგალითად ამასინათ მოვისმინე ეს თუთისხეების და აბრეშუმის გზის იდეა, რომელიც შესანიშნავია. ეხლა რაც თქვენ ბრძანეთ, რა უნდა შევთავაზოთ ქალაქის მერს, გამოჩენილი სპორტსმენია და კიდევ ის რომ ის თვითონ მერიც ამაყია იმით, რომ კიდევ ახალი ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიწვდა იმ მწვერვალებს ახლახანს მანაც გაიმეორა ის წარმატება. შეიძლება რომ აი ამ წარმატებას, რომელსაც ხუჩა ყვარაცხელიანი მიაღწია, აი ამას დაუკავშიროთ წერილი ჩვენი ორგანიზაციიდან და ვთხოვოთ, რომ აი ეს თქვენი წარმატება, ბატონო მერო, ახალგაზრდა ფეხბურთელის წარმატება, მოდით გამოვხატოთ თედიაშვილის და ხაგაძის ძეგლით. ხომ შეიძლება რომ გამოვხატოთ, არა? ნახეთ ეს ფილმი, საოცარი ფილმია. სამეცნიერო თვალსაზრისით, ისტორიული თვალსაზრისით, ადამიანების თვალსაზრისით და საერთოდ ფილმის, ნუ ქართულ ფილმსაც საერთოდ ძეგლი უნდა დავუდგათ ჩვენ. კი ბატონო. ბატონო ლევ, ჩვენ მოდით
ეს თემა, რომელიც თქვენ ახლა ხანს ახსენეთ, გადავიტანოთ შემდეგი გადაცემისთვის და იქ გავშალოთ. იმიტომ რომ ჩვენი 1 საათი უკვე იწურება, მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ მე და ბატონი ლევი გახლავართ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ამ ორგანიზაციას ჰქვია ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის. ჩვენთვის ამ სამივე სიტყვას უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია. ჩვენ წარმოვადგენთ ამ შესანიშნავ ცოტა ხანში ამ ორგანიზაციას, რომელსაც მე შესანიშნავი უწოდე, 15 წელი შეუსრულდება და ამას თქვენ კიდევ უფრო მასშტაბურად მოისმენთ და გაიგებთ. ჩვენი რუბრიკა უმაღლესი განათლება 21 საუკუნეში, რომელსაც დაუთმო ეთერი გადაცემამ ერთსულოვნება, ერთობიდან ერთსულოვნებამდე, ასევე შესანიშნავი რუბრიკა არის და მე მინდა რომ ყველას მოგიწოდოთ, არ გამოტოვოთ ჩვენი გადაცემები, ეს ყოველ პარასკევს თქვენ ძალიან ბევრ ღირებულ მნიშვნელობას და აღქმას მოიმკით ჩვენგან. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დიდი მადლობა ბატონო ლევ. შემდეგ შეხვედრა. დიდი მადლობა მაყურებელს.